ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ჩვენ საუბრობდით საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმრებს. ქეთი თურაზაშვილი კოალიცია ძლიერ საქართველოს წარმოადგენს, ქეთი მარიკა არევაძე კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი და თეონა ჭალიძე, მე მგონი აღარ არის თეონა. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ბოდიში თეონა მაპატი, მეგონა რამე შეიცვალა. კი ბატონო, მოგესალმებით სამივეს, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად სტუდიაში და თეონა, მოდით თქვენგან დავიწყებ, იმიტომ რომ დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყავით სწორედ თქვენ, ეს იყო ესე დაერქვა რაღაცნაირად ქალების აქცია, თუმცა ხედავდით იქ იყვნენ მამაკაცებიც, ასე შემდეგ. მოგვიყევით რა მოხდა, ნახეთ მიტანილი ურემი, არ შეგატანინეს სასამართლოს ეზოში, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, რამდენიმე ქალბატონი საუბრობდა რაღაცა შეხლა შემოხრის დროს მე მგონი 60-იც დაუზიანდათ მათ მანდატურების მხრიდანაც და მოგვიყევით უფრო მეტი. მოგესალმებით, ჩვენ ფაქტიურად მოვდივართ ერთგვარი ბრძოლის ველიდან სასამართლოს ეზოდან, სადაც რეალურად სინათლე და სიმართლე და სამართლიანობა უნდა სხივდებოდეს, სინამდვილეში კი სიბოროტე, უკანონო გადაწყვეტილებები და სიბნელე სუფევს. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ჩვენ ქალებმა იქ ჩვენი დღევანდელი პროტესტი გამოვხატეთ შავი კვამლის გაშვებითაც, იმიტომ რომ სასამართლოს სწორედ ეს შავი ფერი და ეს სიბნელის სიმბოლო გამოხატავს. დღევანდელ დღეს ქალები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან შევიკრიბეთ, გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი და სოლიდარობა ერთგვარი. ეს იყო აქტი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. ეს იყო ერთობლივი პროტესტის გამოხატვა უსამართლოს სასამართლოს და უსამართლო გადაწყვეტილებების მიმართ და ეს იყო ერთობლივი მოთხოვნა პარტიებიდან, ქალების მხრიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა. სამართალი მაინც მოვა, ჩვენ ამის რწმენა გვაქვს, მართლაც გვჯერა რომ სამართალი მოვა და ერთ-ერთი კომპონენტი ამ ჩვენი დღევანდელი დღის იყო სიმბოლური გამოხატულება, სიმბოლიზმი ქართველი ხალხის ისტორიაში და ხალხის წიაღში არის ეს ფრაზა ნათქვამი, რომ სიბრძნე ერთგვარი, რომ სამართალი ურმით დადის ნელა, მაგრამ მაინც მოვა და ქართველი ხალხის ეს ნათქვამი და მსგავსი ნათქვამები ტყუილი არასდროს არ ყოფილა და ყოველთვის მართლდება. ბრძენია ქართველი ხალხი და შესაბამისად ჩვენ მართლაც გვჯერა, რომ ეს სამართალი მოვა ცრუმოწმეების, პროკურორების, რომლებიც თეთრი ძაფით კერავენ საქმეებს, იმ უსამართლო მოსამართლეების კარზე და იმ სასამართლოს მანდატურების კარზე, რომლებიც დღეს ურჩხულებივით ებრძოდნენ ქალებს და ფიზიკური ძალას იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ სამართალი დადგება, პოლიტპატიმრების იქნებიან თავისუფლები და ამის ნიშნად სიმბოლური ურემი მივიტანეთ იქ, სადაც უნდა განგვეთავსებინა ყველა პოლიტპატიმრის სახელი გვარი და ესე სიმბოლურად უნდა შევსულიყავით სასამართლოს ეზოში. რისი საშუალებაც არ მოგვცეს და მანდატურებმა კარი აჭედეს ფაქტიურად და შემსვლელსაც კი არავის აღარ ატარებდნენ იმ მომენტში სასამართლოსთან და მაყურებელმა და მოქალაქეებმა იხილეს, როგორი ძალმომრეობითი იყო ეს ჩაფსკვნილი ზორბა, მამრები დაუპირისპირდნენ ქალებს, თითქოს ჩვენ რუსის ჯარი ვიყავით იქ მისულები და ჩვენთან რაღაცა დიდ გულზე იყვნენ, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ იმ ჩვენს მიზანს, რაც დასახული გქონდა და სასამართლოს ეზოშიც გამოვხატეთ ის პროტესტი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, დედებთან ერთად და ერთად დავაფიქსირეთ ეს ჩვენი პოზიცია. მიზანი რა გქონდათ თეონა, აი რაღაც ვაიში რომ შეიტანდით ამ ურემს, რა იყო ისეთი რა უნდა გაგიკეთებინათ დაუშვათ, რომ რამე საფრთხე დაენახათ და ეს რაღაც გაწევ-გამოწევა არ მომხდარიყო. აი რა სიზამდით დაუშვათ, შეიტანეთ, მერე რა შვებოდით? წარმოდგენა არა მაქვს, რა ბრძანება მიიღეს ასეთ დასზე მოულოდნელად, რატომ გაცხარდნენ და რატომ გადაიქცნენ ზომბებად, ჩვენთვის წარმოუდგენელი არის, აი ქალები წიტყვიან ახლა მომცრო ზომის სიმბოლური ხასიათის დაამტრიეს, რომელიც როგორც ვინმე. ნაწილ შეეცადნენ, რომ დაეშალათ, კარგად ბოლომდე ვერ გაუმკლავდნენ, სიმართლე რო გითხრათ და ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ. კი ბატონო, მარიკა, აი თქვენთანაც გავაგრძელებ, გითხარით უშუალოდ აი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა კითხოთ, აი თქვენ პირადადაც გაქვთ შეხება უშუალოდ სასამართლოს ხდომებზე, პოლიტიკურ პატიმრებთან და ასე შემდეგ და აი მთავარი რასაც დაანახებდით მაყურებელს, აი ყველაზე მეტად რასაც მოაქვს უსამართლობის განცდა, რაც ხდება სასამართლო პროცესებზე, ხო, იმიტომ რომ ზოგიერთი არის რაღაცა უფრო გრძელი, უფრო მოკლე და მაინც ესე თუ ისე რაღაც მაყურებელი ვერ ახერხებს ყველა პროცესს თვალი ადევნოს, მაგრამ აი რა არის ის
მთავარი რაც იკვეთება და რითიც გავს თუნდაც პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესები ერთმანეთს. მოგესალმები ანუნა. მნიშვნელოვანია რომ სასამართლო იმის ნაცვლად რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს და იცავდეს კანონის უზენაესობას და იცავდეს ადამიანის უფლებებს დღესდღეობით სამწუხაროდ აბატონებს შერჩევით სამართალს და აბატონებს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიზნებს, ასე ვთქვათ, ექვემდებარება მის გავლენას. რა არის შერჩევითი სამართალი? ხო, შერჩევითი სამართალი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მათი ქმედებების შესაბამისად კი არ ისჯებიან ან ხალისდებიან, არამედ რეჟიმი, ხელისუფლება, ის ძალა, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, მისთვის არასასურველ ადამიანებს ჯის თავისივე შეხედულებისა მიერ. ხოლო ის ადამიანები, ვინც დანაშაულს იდენენ, მაგრამ ლოიალურები არიან ხელისუფლების მიმართ, მათ წაახალისებენ და მათ არ სჯიან, ასე ვთქვათ, და მათზე კანონი არ ვრცელდება. ამ ყველაფრის აღკვეთა შეუძლია სასამართლოს, თუმცა სასამართლო დღეს ამას არ აკეთებს. სასამართლოს შეუძლია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუმზადებელი საქმეები არ დააკმაყოფილოს, უსამართლოდ არ დასაჯოს ადამიანები, რომლებსაც არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. უსამართლოდ წინასწარ პატიმრობებში არ გამოკეტონ ადამიანები, რომლებსაც დანაშაულებს აბრალებენ. თუმცა დღეს ამას სასამართლო არ აკეთებს. თითოეულ სხდომას, რომელსაც მე ვესწრები, როგორც ადვოკატიც მათ შორის, ყველგან არის ერთი და იგივე ხაზი, ასე ვთქვათ, რომ სასამართლო ასე ვთქვათ, არ იღებს, არ იკვლევს საქმის მასალებს და არ იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ადამიანების მიმართ და ის ემორჩილება რაღაც გარკვეულ ძალას სასამართლოს აი საქმის გამოკვლევის მიზნით მოწმე რომ გამოიძახოს, ვინც აბრალებს სხვა პირებს, რომ მე რაღაცა შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ამიტომ სხვები უნდა დაისაჯონო, იმ ადამიანის მოწმებაზეც კი ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და საკუთარ თავთან საათნახევრით გასვლა უწევს სათათბიროდ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. რა არის მნიშვნელოვანი? რა უნდა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს? ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აღარ უნდა ხალხთან ანგარიშვალდებულება, ხო? დემოკრატიის მთავარი, ასე ვთქვათ, ელემენტები რა არის? ანგარიშვალდებულება და პასუხისგებლობა ხალხთან მიმართებით და გამჭვირვალობა, რაც მთავარია. ანგარიშვალდებულება, იმიტომ რომ ადამიანების წინაშე ეს ხელისუფლება ნორმალურ ვითარებაში, თორე ჩვენ დღეს ხელისუფლება აღარ აქვს, ხელისუფლება მიტაცებულია ამ წუთას გაყალბებული არჩევნების ფარგლებში და სხვათა შორის ეს გაყალბება CSKO-ს თავმჯდომარემ თავადვე აღიარა იმ ახალი დადგენილებით, რომელთაც გამოსცა და რომელთაც პირდაპირ დაადასტურა, რომ მასობრივ ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რამაც გავლენა მოახდინა თავისთავად არჩევნებზე და რაზეც ჩვენც ვდაობდით, გამარჯვებული პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, ხალხიც ზუსტად იგივეს დაობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამაზე აკეთებენ აქცენტს და ამიტომაც არ არიან ეს ხელისუფლება, ერთ-ერთი მიზეზი, ასე ვთქვათ, არის ეს, რომ არ არიან აღიარებული ძალად. რა გვინდა ჩვენ, ანუ პროდასავლურ ძალებს ხალხთან ერთად გვინდა ამ ქვეყნის ცივილურ გზაზე დაბრუნება, დემოკრატიის გზაზე დაბრუნება, სადაც ადამიანებს შერჩევითი სამართლის შიში არ ექნებათ, სადაც ყველა ადამიანი თავის აქციაზე პასუხს აგებს, სადაც კანონი ყველასთვის იქნება თანაბარი და სადაც ადამიანები არ დაიჩაგრებიან. ამას აუცილებლად მივაღწევთ ნაბიჯ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებით, რომელსაც გადავდგავთ და რომელსაც არ გავჩერდებით. ყველა ერთად სხვადასხვა ჯგუფები გავერთიანდებით, წავალთ წინ. მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი აუცილებლად დადგება, თუმცა ამისთვის ბრძოლაა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით ავტოკრატიულ რეჟიმს და ავტოკრატიაში ძალიან რთულია სამართლებრივად შეჯახება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მარტო კანონი და არათუ კანონს არ ვარღვევთ, გვაბრალებენ იმ ქმედებებს და წარმოიდგინეთ, როგორ სუსტად, ანუ სუბუქად უნდა გავიაროთ ეს გზა. გავივლით, აუცილებლად გავივლით და ეს ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას. კი ბატონო, კეთი, თქვენც მინდა გკითხოთ, აი თუნდაც დღევანდელი დღეს რაღაცა წინააღმდეგობა ხო მათი მხრიდან აი რომ ვიკითხე, მართლა რა უნდა დაშავებულიყო ხო იმ რაღაც პატარა ურმის შეტანით ახლა რა სიზამდით იქ ხო? თუნდაც აი რას აჩვენებს ეს წინააღმდეგობა ხო? აი დღეს რაღაცა შეიკრიბეთ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომ სიმბოლურად ეს პერფორმანსი ყოფილიყო და იყო ის რაც მოხდა ხო? ის სცენა, რომლის საჭიროება ნამდვილად არის. აი რატომ, როგორ ფიქრობთ, რა უნდათ რომ კი ბატონო. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ასევე მინდა თქვენი ეთერიდანაც სოლიდარობა გამოვუცხადო რეჟიმის ტყვეებს და აბსოლუტურად მათი ოჯახის ყველა წევრს, იმიტომ რომ ისინი უკვე თვეებია იბრძვიან თავ დაუზოგავად საკუთარი ოჯახის წევრების უფლებების დასაცავად. ზოგადად ჩვენ თუ დავაკვირდებით ქართული ოცნების რეჟიმის მოქმედებას და დღესაც ეს ძალიან ნათელი იყო, როგორი წინააღმდეგობა გაგვიწიეს ქალებს, ძირითადად ქალები ვიყავით იქ
ქართული ოცნება გვთავაზობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ყველაზე მახინჯ ფორმას. ქართულმა ოცნებამ დაიწყო ზუსტად ისეთივე ბრძოლა ქალების წინააღმდეგ, როგორც იბრძვის მამაკაცების წინააღმდეგ, აპატიმრებს ქალებს, მზია ამაღლობელი მეოთხე თვეა საპატიმროშია, სახლში უვარდება ორსულ ქალებს, თმით ითრევს სტუდენტ გოგონას, ხომ ყველაფერს ხედავთ, ფსიქოლოგიურად ძალადობს ქალებსა და მათ შორის ქალ პოლიტიკოსებზე. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს გააჩუმოს ზოგადად თავისუფალი სიტყვა და განსაკუთრებით გვებრძვის ქალებს, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან აღიზიანებთ, იმიტომ რომ თუნდაც ცოტა შორეულ წარსულს რო გადავხედოთ, აი მე-10 მოწვევის პარლამენტშიც ხო, თუ ვინმე ხმაურობდა, თუ ვინმე საუბრობდა სოციალურ პრობლემებზე და უწევდა რეალურ წინააღმდეგობას რეჟიმს, ძალიან ვაქტიურობდით ქალები. შესაბამისად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალის ხმა ისმოდეს კიდევ უფრო და უფრო ნაკლებად და ნახეთ დღესაც როგორი შეშინებული იყვნენ, როგორი მობილიზება გააკეთეს საკმაოდ დიდი ძალების, ამ პოლიციური ძალების და ჩაგვიდგნენ, კარი დაგვიკეტეს და გაგვიწიეს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზოგიერთ აქციის მონაწილეს და ამას ჩვენ ვხედავთ. ამ გვებრძვიან ჩვენ, იმიტომ რომ ქალებმა ვიცით ბრძოლა ისეთი, როგორც სხვა არის ბრძვის არავინ. ვართ ძალიან მტკიცე, ვართ სამართლიანი, ვითხოვთ თანასწორობას, ზუსტად ვიცით რა გვინდა და ვიცით როგორ მივახციოთ ამ ყველაფერს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მწყობრად ძალიან მოიმატებს მუხტი კიდევ უფრო მოიმატებს, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება ჩვენ უპრეცედენტო პროტესტის მომსწრე ვართ, ხო 159 დღეა დღეს პროტესტის და ზუსტად ეს პროტესტი იქნება ის, რაც საბოლოოდ დაგვამარცხებინებს რეჟიმს და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს და რაც შეეხება იმ სისტემას, რომელიც ძალადობრივი სისტემა შექმნა რეჟიმმა, ამ სისტემის მონაწილეების და ვინც ეხა ჩადიან დანაშაულს და არღვევენ ჩვენს უფლებებს, აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად ფიქრდნენ ისინი ამაზე და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, გადაირჩინონ თავი და ჩვენც დაგვეხმარონ, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. კი ბატონო, თეონა, აი თქვენ მინდა გკითხოთ, ხედავთ, აი ქეთიმაც ახსენა, მართლაც უპრეცედენტო უწყვეტი პროტესტი, ხომ? აი როგორ უყურებთ პროცესის გაგრძელებას ეს მინდა გკითხოთ, ხედავთ აი ამ აქტიურობას ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციებზე და ასე შემდეგ, მაგრამ აი როდესაც საუბრობთ პატიმრებზე, მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც მართლაც რომ ტყვეობაში არიან, ყველას ალბათ თითოეულ ჩვენგანს რაც გვეჩქარება არის მათი თავისუფლება, ხომ რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ და აი როგორ უყურებთ აი პროცესის ისე გაგრძელებას რომ ეს რაღაცა მალე მოხდეს ეს ამბავი თითოეულმა ადამიანმა რომელიც იაზრებს რომ ეს პოლიტიკური პატიმრები სხედან საპატიმროში მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იბრძოდნენ თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლისთვის უნდა ეცადოს რომ რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა დახარჯოს ამ პროტესტში სხვადასხვა ფორმით გამოხატოს ეს თავისი პროტესტი დღისით საღამოს სოციალურ ქსელში რაღაც ჯგუფებმა მრავალფეროვანი აქციები და აქტივობები დააორგანიზონ აუცილებელი ეს რეგიონებში კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იყოს და საბოლოო ჯამში ეს წვეთ-წვეთად და ყველა ცალ-ცალკე აღებული პროტესტი ჯამში მოგვცემს საბოლოოდ უკვე ერთ დიდ პროტესტს, რომელსაც უკვე ვეღარაფერს ვეღარ უზავს ეს რეჟიმი და პირიქით რეჟიმის ჩამონგრევას შეეწყობა ხელი. ასე ხედავთ თქვენ რაღაცა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების გზას, რომ რაღაც იმდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში, არ მარტო თბილისში, რაღაცა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ უკვე რაღაცა ამას ვეღარ გადატეხავს და ის იძულებული ხდება უკან დაიხიოს. აი ამ სცენარს ხედავთ? კი, მე პირადად ამ სცენარს ხედავ და მაქსიმალურად ინდივიდების თავგანწირვაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ამაში გულისხმობ იმას, რომ რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმი გავაკეთოთ, გარკვეულ საკითხებზე ერთობით ვიმოქმედოთ, ისევე როგორც აი დღეს მაგალითად ქალთა ინტერპარტიულმა ჯგუფმა რომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და დაახლოებით 10 პარტიის წარმომადგენელი ქალები იყვნენ წარმოდგენილი, ანუ არის საკითხები, რომლებიც არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური შეიძლება ითქვას და სადაც ერთობის ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მეტ მუხტს და მეტ ძალას ხმატებს უკვე სხვა დანარჩენ საზოგადოების წევრებსაც და ჩვენს თანამებრძოლებსაც და ანუ არის საკითხები, სადაც ერთობით შეიძლება რომ მეტი მივაღწიოთ, არის საკითხები, რაზეც ინდივიდუალურ ბრძოლებსაც დიდი მნიშვნელობა ექნება. აი ესე ვფიქრობ, მე ესე წარმომიდგენია ჩვენი მუშაობის გაგრძელება. კი ბატონო, ერთს დავაზუსტებ, დღევანდელ აქციაზე რო თქვით, რომ რაღაც კოორდინაცია ქონდა
უნდა თითქმის რაღაც ყველა პოლიტიკურ ძალის წარმომადგენელი იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას. ამათ დავაზუსტებ, მაგალითად გახარიას წარმომადგენელიც იყო იქ ადგილზე. ჩამოვთვლით თუ შეიძლება მაშინ ამ პარტიებს ვინც იყო? ხო, მაინც უთხრათ რაღაცა რომ ვიცოდეთ. მოქალაქეები, ხო, ვინც არიან ვიცით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე მგონი ქეთი უკვე აღარ არის მოქალაქე. კოალიცია ყოველ შემთხვევაში. კი, არის საქართველოს. სათითაოდ თვლით ლელო ანადოლიძე ხალხისთვის ქალთა პარტია სტრატეგია აღმაშენებელი დროა გირჩი მეტი თავისუფლება ვინმე არ გამომრჩეს გახარია მიკითხე და ხო თქვენ დააკონკრეტეთ გახარია ჩვენ არ მომხვდა თვალში არავინ და რა თქმა უნდა დღევანდელი აქტის და დღევანდელი სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვის შესახებ ყველა პარტიასთან მქონდა კომუნიკაცია ყველას ვაცნობთ ამის შესახებ მათ შორის ამ პარტიასაც დაგვიდასტურეს გარკვეული სახით მონაწილეობა მაგრამ დღეს სამწუხაროდ არ იყვნენ წარმოდგენილები და მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ ახლა ამას იმიტომ რომ გულწრფელად მოლოდინი მქონდა რომ აუცილებლად წარმომადგენელი იქნებოდა დღეს მათგანაც კი ბატონო გასაგებია ჩვენ გვაქვს კარგი პრეცედენტები როცა წინა პროტესტებში ისინი მონაწილეობდნენ ჩვენთან ერთად ქალების საერთო ფორმატებში და დღეს სამწუხარო იყო რომ ფედერალისტებთან საერთოდ ქონია ფედერალისტებთან მქონდა კომუნიკაცია და მათი წარმომადგენელიც მაკო ჯაბუა გახლდათ იქ კი ბატონო რო არ დაგვავიწყდეს ესეც აღნია პროფესიულ მოვალეობასაც ასრულებდა თან და დაგვეხმარა გარკვეულ საკითხებში კი ბატონო ძალიან კარგი რა უნდა გავაკეთოთ ან თუ შეიძლება მეც დავაფიქსირებ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის სამოქალაქო ასე ვთქვათ ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას დაუბრუნოთ ჯერ დემოკრატიული კურსი და შემდგომ შევედეთ ევროკავშირში და დაუბრუნდეთ იმ ღირებულებებს რეალურად, რაც ჩვენია და რაც ჩვენგანაც შეიძლება იყოს წასული. რა უნდა გავაკეთოთ? ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება ხალხის და ის პერმანენტული და მუდმივი აქციები, უწყვეტი აქციები, რომელიც მიმდინარეობს ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც არის გადასადგმელი და რომელიც იდგმება ამის პარალელურად, ერთობლივი მუშაობა, არა გაერთიანება თუნდაც, მაგრამ ერთობლივი მუშაობა და არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ერთობლივად ვახერხებთ მუშაობას. მაგალითად ის რომ ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისია, ეს არის პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მუშაობის შედეგი. მაგალითად ის რომ არავინ ცივილიზებული სამყაროდან არ აღიარებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, ეს არის პოლიტიკური პარტიების საგარეო მიმართულებით მუშაობის, ერთობლივი მუშაობის შედეგი. ეს უნდა გაგრძელდეს ასე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და არ აღიარების არ თანამშრომლობის პოლიტიკის გაგრძელება, რადგან არ თანამშრომლობა არის ის შლის ივანიშვილის რეჟიმს თქვენ თუ დააკვირდებით ძალიან გაღიზიანებულია ბოლო პერიოდში ხო ძალიან რაც უფრო დრო გადის იმატებს და იმატებს მათი აგრესია მათი ისეთი ქმედებები რომელიც წესით არანაირი ლოგიკაში არ ზის ეს არის სწორედ იმ თანმიმდევრული მოქმედების შედეგი რომელიც ხორციელდება ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველაზე მთავარი ხალხის მიერ რაც გაგრძელდეს უნდა ასე და აუცილებლად მივა შედეგამდე მოთმინებაა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ავტოკრატიულ რეჟიმში ვართ, ხვალ კი არ გავიღვიძებთ, უკვე გაღვიძებულები ვართ ამ რეჟიმში და ეს რეჟიმი მარტივად ვერ დამარცხდება. კი ბატონო, გასაგებია და ქეთი, მოდი თქვენც მოგისმენთ ამ ნაწილში თქვენ როგორ ხედავთ, მოკლედ ეს მაინტერესებს, აი რაღაცა დამარცხებულ ივანიშვილზე რო ფიქრობთ, რა წარმოიდგენთ ხოლმე, როგორ მიდის ეს ადამიანი, რაღაცა ქუჩაში პროტესტით, გარედან წნეხით, რაღაც თვითონ გადაწყვიტა რომ წავიდეს თუ რომელ ვერსიას უშვებთ? ბრძოლა არის მრავალკომპონენტიანი. აუცილებელია, რა თქმა უნდა, პროტესტის გაგრძელება. მე ვეთანხმები თეონასაც და მარიკასაც, რაც აღნიშნეს ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე ასევე მიმაჩნია, რომ თავად ქართული ოცნება დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან მათი ხელისუფლებიდან გაშვების პროცესის დაჩქარებაში, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ მე მიხარია ეს მიზეზები, ახლა რასაც ვიტყვი. მაგალითად ის, რომ რაც არჩევნები ჩატარდა 6 თვე გავიდა და არც ერთი საკანონმდებლო აქტი თუ კანონი მიღებული თუ ინიციატივა არ ემსახურება ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას. არც ერთი მხოლოდ რეჟიმი გადასულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და მათ ეპარება ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი. ჩვენი მოქალაქეები უფრო და უფრო გაჭირებულ ცხოვრებაში არიან, გაჭირებული ცხოვრების პირისპირ რჩებიან და რა თქმა უნდა ეს მუხტი დაიქუხებს და რა თქმა უნდა ძალიან მალე მე დააღვნიშნე რომ რა თქმა უნდა ეს არ მიხარია თუ ვიღაცა უფრო ცუდ
ცუდად იცხოვრებს, ვიდრე დაუშვათ გუშინ ცხოვრობდა, მაგრამ ეს მიგვიყვანს საბოლოოდ იქამდე, რომ რეჟიმი ჩამოიშლება და მათ მოუწევთ აუცილებლად რაღაცა ფორმით ხელისუფლების დათმობა. ეს იქნება გადადექის ინიციატორებიც არსებობენ აქტივისტების მხრიდან, თუ ეს იქნება ახალი არჩევნების გზით, ახალი ცესვით და ასე შემდეგ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენ ერთ შედეგამდე მივალთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. კი ბატონო. მე მინდა ვახსენო, რომ თავისუფლების მოედნის ქალებიც მონაწილეობენ გვეხმარებოდნენ და მე მგონი ერთ-ერთი პოლიტპატიმარი მირეკავს ახლა ციხიდან, არ ვიცი, ესე მგონია ეს ესეთი ნომერია. ბატონო, მიკროფონთან ახლოს თუ შეიძლება რომ ჩვენც გავიგოთ. რომელი ბრძანდებით? ალო? ფრიდონ, თქვენ ბრძანდებით? ფრიდონ ბუბუტეიშვილი გვერეკავს ციხიდან. ეხლა TV პირველზე ვარ, ფრიდონ და ვიცანი ნომერი და ესე გადის ხმა თქვენი. თუ გნებავთ ერთი-ორი წინადადება თქვით ხმა მაღლა. მთელი საქართველო გისმენთ. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. თავისუფლება ყველა და იმედი მალე შევხვდებით თავისუფლებაზე. 100%-ია. მადლობა, ფრიდონ, მოგვიანებით შეგეხმიანებით. თევ არ გაუთიშოთ რომ გავუთიშეთ უკვე. კი, მე მეგონა რაღაცა არა, გაგაძლევდით საშუალებას, რომ დაგემშვიდობებით, მეთქი იქნებ რაღაც კომუნიკაცია სურდა ფრიდონს და ამიტომ კი ბატონო, მადლობა. ერთ დავამატებ, თუ შეიძლება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, აუცილებლად ეს ყველაფერი დასრულდება, თუმცა მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 9 მაისს არის ევროპის დღე. იმართება აქცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპას შეახსენებს, რომ ჩვენც აქ ვართ და ჩვენც მათი ნაწილი ვართ და ჩვენი პარტია ახალი აღნიშნულ მას ევროპის მოედანზე აღნიშნულ აქციას შეუერთდება მსვლელობითავლაბრის მეტროდან და აუცილებელია კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთობა გავაგონოთ ჩვენი ხმა ევროკავშირს და დავანახოთ რა სურს ქართულ ხალხს. კი ბატონო, კეთი თქვენც თუ გინდათ რამის თქვა და დაგემშვიდობებით. როდესაც საუბარია, ესეც ქართული ოცნებისგან არის ამოსული ინიციატივა, რომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას, მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ თუნდაც დღევანდელი ძალიან წარმატებული აქცია ფიქრობ არის იმისი ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ ერთად იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი, ამასთან ერთად მუშაობა ჩვენ შეგვიძლია.